ასე მეტი საერთაშორისო ინვესტორი და უძრავი ქონების სამყარო სააგენტოები თბილისში უძრავი ქონების საერთაშორისო ფორუმს დაესწრენ, როგორც მოგახსენეთ, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის და მსხვილი დეველოპერული კომპანიების Arkhis, Nextis, Biography Living-ის, ასევე არასდროს არ მინდა გამომჩეს საამიროებში ბაზირებული კომპანია Invest Georgia-ს თანაორგანიზებით ამ ფორუმის მეორე დღე გაიმართა უკვე გუშინ და ამგვარი ფორუმები გამორჩეულად სასარგებლო პლატფორმაა, სადაც ქართულმა დეველოპერულმა კომპანიებმა გლობალურ ინვესტორებს საკუთარი შესაძლებლობები და მიმდინარე პროექტები წარუდგინეს. ღონისძიების მთავარი მიზანი, როგორც გითხარით, საქართველოს უძრავი ქონების ბაზრისა და ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალის პოპულარიზება იყო, ასევე საერთაშორისო ინვესტორების დაკავშირება საქართველოს წამყვან დეველოპერებთან. ფორუმზე წარმოდგენილი იყო, როგორც მოგახსენეთ, 100 მეტი საერთაშორისო ინვესტორი და უძრავი ქონების სააგენტო, დიდი ბრიტანეთიდან, გერმანიიდან, ესპანეთიდან, ისრაელიდან, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან და ევროპის სხვა სახელმწიფოებიდან. ფორუმის მეორე დღე ინვესტორების წინაშე უკვე წარსდგნენ საქართველოს მთავრობის და ბიზნეს ასოციაციის ხელმძღვანელებით, ჩამოსულ სტუმრებს ჰქონდათ პირადი კომუნიკაციის საშუალება მათთან და ფორუმის მონაწილეები მედიასთან კომენტირებისას აცხადებდნენ ღონისძიების მიმართ მაღალ ინტერესზე საერთაშორისო ბიზნეს მედიის მხრიდანაც. ასეთი ფორუმი ასუსავს ჩვენ მზარდ როლს რეგიონში საინვესტიციო თვალსაზრისით. არის ძალიან დიდი ინტერესი საქართველოს მიმართ და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ მაქსიმალურად ხელი შეუწყოთ ეკონომიკური ზრდის ტემპების შენარჩუნებას, დაჩქარებას. ბოლო წლების განმავლობაში ქვეყანა ეკონომიკურად იზრდება, წინ მიდის, ბიზნესის კეთებისთვის არის სასიამოვნო გარემო შექმნილი ქვეყანაში, ეს რა თქმა უნდა იმ პოლიტიკის შედეგია, რომელსაც ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო ახორციელებს. დღეს 20 სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელი ინვესტორი არის ჩამოსული ქვეყანაში, რომელსაც აინტერესებს ქვეყანაში ინვესტიციების განხორციელება. უძრავი ქონების ბაზარი ხდება უფრო მეტად საერთაშორისო საქართველოში. ჩვენ ვხედავთ უცხოელ მყიდველებს, საერთაშორისო ინვესტორებს და გლობალურ პარტნიორებს და მათი რაოდენობა იზრდება, ის აისახება უკვე გაყიდვებში, საცხოვრებელი ბინები მაქვს პირველ რიგში მხედველობაში და აქედან გამომდინარე ბიზნეს ასოციაციის მიერ მოწყობილი დღევანდელი ფორუმი ვფიქრობ ძალიან დროული იყო და ყველას კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მინდა უთხრა მონაწილეობისათვის. გაიმართა უძრავი ქონების საერთაშორისო ფორუმი, გამორჩეული იყო იმით, რომ ჩამოსული იყო 100 მეტი უცხოელი პოტენციური ინვესტორი, ისეთი ქვეყნებიდან, როგორიც არის გერმანია, ბრიტანეთი, ესპანეთი, ისრაელი, ახლო აღმოსავლეთი. შესაბამისად, ეს მიანიშნებს, რომ საქართველოს უძრავი ქონების ბაზრის მიმართ მოთხოვნა იზრდება, ინტერესი იზრდება, ასევე ჩამოსულები არიან 10 მეტი ჟურნალისტი ბიზნეს მიმართულებით, რომლებიც კიდევ უფრო მეტ პოპულარიზაციას მოახდენენ ქართული უძრავი ქონების ბაზრის. საქართველოსთვის მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა ქვეყანაში ინვესტირების თვალსაზრისით მართლაც გამორჩეული პოტენციალია, რასაც პრემიერ-მინისტრი და დელეგაციის წევრებიც ხაზგასმით აღნიშნავენ. ეკონომიკური ზრდა მასშტაბურია და ჩვენთვის განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ამ პროცესში ბრენდის განვითარების კუთხით აქტიურად ჩავერთვებით, მნიშვნელოვნად მივიჩნევთ თანამშრომლობას როგორც მთავრობასთან, ისე ჩვენს არსებულ პარტნიორებთან. საქართველოში დიდი ინტერესით ვუყურებთ უძრავი ქონების სფეროში პროექტების განვითარებას, ასევე სხვა სექტორებში საქმიანობის გაფართოებას, რათა საკუთარი წვლილი შევიტანოთ საქართველოს განვითარების პროცესში. გერმანიიდან ვარ და საქართველოში უძრავი ქონების ბიზნესში 2022 წლიდან მუშაობ. ვფიქრობ, ქვეყანა ძალიან მიმზიდველია ინვესტორებისთვის. უძრავი ქონების ბაზარი დინამიკურად ვითარდება, ფასები ზრდის ტენდენციას ინარჩუნებს და ბაზარზე კვლავ მრავლად არის საინტერესო საინვესტიციო შესაძლებლობები. საქართველოში შემოდის მნიშვნელოვანი მოცულობის კაპიტალი, რაც სექტორის სტაბილურ განვითარებას კიდევ უფრო აძლიერებს. მინდა მადლობა გადავუხადო ფორუმის ორგანიზატორებს მოწვევისთვის. ჩემთვის აქ ყოფნა დიდი პატივიც და სიამოვნებაც არის. ამავდროულად შემიძლია თამამად ურჩიო მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეებს. საქართველო საინვესტიციო საინტერესო ქვეყანაა.